ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება. დღეს პროკურატურა წერილობით მტკიცებულებებს იკვლევს. მათ შორის არის ბრალდებული ოპოზიციონერი ლიდერების ოფიციალური მიმოწერების საერთაშორისო პარტნიორებთან. უახლეს რამდენიმე სხდომაში ბრალდების მხარე ამ ეტაპს მთლიანად დაასრულებს, რაც დაცვის მხარეს უჩენს მოლოდინს, რომ საქმის განხილვები ზაფხულშივე დასრულდება და შესაძლოა მრავალწლიანი პატიმრობის შესახებ ქართულმა ოცნებამ პოლიტიკურ ოპონენტებს ვერდიქტი აგვისტოშივე ამცნოს. შეგახსენებთ, რომ ბრალდებულია 6 ოპოზიციური პარტიის 8 ლიდერი, რომელსაც ხელისუფლების წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობას და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ედავებიან. როგორ მიმდინარეობს დახურულის სხდომა? დეტალებით ფორმულას ჟურნალისტი დია ბაძაღუა გვერდება, რომელიც დილიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დღეს როგორც იცით, მხარეები იკვლევდნენ პროკურატურის წერილობით მტკიცებულებებს. ჯამში საქმე არის 47 ტომიანი, ხოლო წერილობითი მტკიცებულებები მოიცავს 43 ტომს და დღევანდელ პროცესზე გამოიკვლიეს 12 ტომი. გამოკვლეულ მტკიცებულებებს შორის, როგორც მხარეები ჩვენთან საუბარში ამბობენ, არის ოპოზიციონერი ლიდერების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, ასევე სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმიდან გამოთხოვილი მასალები. გარდა ამისა, ადვოკატები ამბობენ, რომ დღეს გამოკვლეულ მასალებს და მტკიცებულებებს შორის არის მოქალაქეების მიერ დაწერილი პოსტები სოციალურ ქსელში, რომელიც შეეხება იმ პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. თუმცა რა კავშირში არის ეს ყველაფერი ოპოზიციონერ ლიდერებთან და იმ ბრალთან, რომელიც მათ აქვს წარდგენილი, ადვოკატებისთვის არის გაუგებარი, თუმცა ისინი ამბობენ, რომ საქმე არის აბსურდული. შესაბამისად, ის ამ მტკიცებულებებზე, კონკრეტულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საუბარი არის ზედმეტი. გარდა ამისა, საუბარი იყო საერთაშორისო და ადგილობრივ ფონდებთან დაკავშირებით. ჩვენ ვკითხეთ ამასთან დაკავშირებით პროკურორს, თუ რა შემხებლობაში არის ეს ფონდები, მაგალითად საუბარი იყო USAID-თან დაკავშირებით, რომელიც როგორც ადვოკატი ჩვენთან საუბარში განმარტავდა, უარყოფით კონტექსტში იყო მოხსენიებული. პროკურორის თქმით, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ ფინანსდებოდა აქციები ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში, რომლითაც იქმნებოდა პოლიტიკური კონტექსტი და პოლიტიკური პროცესი. თქვენ შეგიძლიათ რომ მოისმინოთ პროკურორის და ადვოკატების კომენტარები, რომლებიც მათ გააკეთეს რამდენიმე წუთის წინ პროცესის დასრულების შემდგომ. გამოვიკვლიეთ 12 ტომი, მე პირადად 12 ტომის გიგა გვარამიას გვარი არ მომისმენია საერთოდ. იყო ძირითადად Facebook პოსტების, არასამთავრობო ორგანიზაციებში ჩატარებული სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების გამოკვლევა. ძალიან ბევრ მტკიცებულებაზე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ეს მტკიცებულება არ იყო შემხებლობაში ამ კონკრეტულ საქმეში ბრალდებულ პირებთან. განრიგი შეთანხმების პროცესში, რა თქმა უნდა, განრიგს უპირველესად განსაზღვრავს სასამართლო. ჩვენ ვაგრძელებთ ხვალ და ასევე სასამართლოს ხვალებს. ვართ წერილობით მტკიცებულების გამოკვლევის ეტაპს და კონკრეტული გადაწყვეტილება შემდგომი კვირიდან როგორ გააგრძელებს მოსამართლე საქმის განხილვას, ეს ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. დღევანდელ მტკიცებულების გამოკვლევაში იყო არასამთავრობო ორგანიზაციების ამონაწერები, მაგალითად ისეთი საკითხები, რომელიც ბრალდებასთან კავშირში არ არის ამ ბრალდებულებთან დაკავშირებით, მაგალითად ვის დაეხმარა არასამთავრობო დაწესებულებები. მათი ამონაწერები ყველა კომერციული ბანკიდან გამოაქვეყნეს. რო ვიკითხეთ და გავაპროტესტეთ და შენიშვნები მივეცით, რა თქმა უნდა არ არის კავშირში, ეს უბრალოდ ხელს უწყობდაო პროტესტის მონაწილეებს, რომ მათ ჯარიმებს გადაუხდიდნენ არასამთავრობო და ამით შეგულიანდებოდნენ თურმე რომ პროტესტზე გამოსულიყვნენ. როგორც მოისმინეთ, ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევას მხარეები ხვალ გააგრძელებენ. სავარაუდოდ ხუთშაბათს უნდა დასრულდეს ამ მტკიცებულებების გამოკვლევა, რის შემდეგაც პროკურატურას დარჩება უკვე ვიდეო მასალები გამოსაკვლევი, რომლებიც არის რამდენიმე ათეული საათის მასალა და მათ შორის არის ოპოზიციონერი ლიდერების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, ინტერვიუები და მიმართვები. ამის შემდგომ უკვე დაიწყება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული განრიგი, არსებობდა მოლოდინი, რომ დღეს გახდება ცნობილი ამის შესახებ, თუმცა არის როგორც გითხარით ჯერჯერობით კვლავ დაუზუსტებელი, თუმცა არსებობს მოლოდინი იმისა, რომ ზაფხულის ბოლომდე დასრულდება ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის განხილვა და დადგება საბოლოო განაჩენიც.